წარმოუდგენელია მართლაც ეს, რა ვიცი, ეს არამზადა ვითომდა ბიზნესმენები, როგორ კადრულობენ რა და თან ვინ ყავ წინ წარმოჩენილი გილაური ყავ წარმოგენილი ქადაგიძე, რომლებიც თავარი დირიჟორები იყვნენ ნაციონალურ მოძრაობის დროს, ოდესაც ატერორებდნენ ბიზნესმენებს. ეს ხო აი თვალში ნაცის შეყრა ქართველი ხალხის მიმართ. როგორ შეიძლება მე როგორც ამ ქვეყნის გულშემატკივარმა თქვენ დაგიჯეროთ, ოდესაც თქვენ მე მელაპარაკებით რაღაცა მაღალფარდოვანი სიტყვებით თურმე როგორ გინდათ ევროპა, თურმე როგორ გინდათ დემოკრატიული რაღაც ფასეულობების, ღირებულებების დაცვა და თქვენ წინ, ანუ ლოკომოტივად ყავთ წარმოჩენილი ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ქართული ბიზნესი გამქრალიყო და ამას მიაღწიეს კიდევაც. და დაშინებები, შანტაჟები, უამრავი გვამები და რას აღარ კადრულობდნენ, რომ თავისი ინტერესი გაეტარებინათ. და დაჩამორებული ყოლოდათ ის ბიზნესმენები, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობის დროს იყვნენ. და ასეთი ადამიანები დღეს გამოდიხართ და რაღაცა მორალს გვიკითხავთ, რომ თურმე ჩვენი ქვეყანა არასწორ გზას, არასწორ ეკონომიკურ პლატფორმაზეა? ეს ხო წარმოუდგენელია და ეს ხო ამაზრზენია. ასევე როგორ შეიძლება თქვენი მე მჯეროდეს, როდესაც მაკდონალდსი ვთქვათ, აი დაუშვათ ავიღოთ მაკდონალდსი არის წარმოჩენილი საქართველოში და 400-500 ლარია დასაქმებულების საშუალო ხელფასი. როგორ შემიძლია მე დავიჯერო თქვენი რომ თქვენ ამ ქვეყნის ინტერესები გადარდებთ და გაღელვებთ. ნუ იმაზე აღარ ვლაპარაკობთ რომ რუსეთში რომ იქიდან რომ ფულს შოულობთ, კაი ეს გასაგებია. მაგრამ თქვენ როგორ უნდა დაგიჯეროთ? ან ვინ უნდა დაგიჯეროთ? ვინ გამეცით პასუხი ქართულმა ხალხმა როგორ უნდა დაგიჯეროთ? შემირცხვენია თქვენ არის ბიზნესმენობის, თქვენ ხართ ხამები, თქვენ ხართ გაზულუქებული ბიზნესმენები, რომელსაც თქვენი ერთადერთი ამოცანა არის რომ ფული და ფული იშოვოთ. რა ქვეყნის ინტერესებზე მელაპარაკებით და რომელი ქვეყნის ინტერესებზე მელაპარაკებით, როდესაც გვერდეთ გილაური გიზით და რაღაცა მაღალ მატერიებზე მელაპარაკებით და გონიათ რომ ამ ყოველივეთი ცდილობთ რომ რა ქვია საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყაროთ. არ გამოგივათ ეს და ვერ გამოგდის და ვერასდროს ვერ გამოგივათ. ვენაცვალე ბიძინა ივანიშვილის რომ მართლაც და ყველაფრის ლუსტრაცია მოახდინა ბოლო-ბოლო რა. ვენაცვალე ამას რომ ერთი ხელით ცდილობთ რომ ვითომ და წარმოაჩინოთ რომ როგორი თავისუფლები და დემოკრატები ხარ და მეორე ხელით ცდილობთ რომ უბრალოდ წარმოჩინდებით თუ როგორი გაზულუქებული ბიზნესმენები ხარ და თქვენთვის თავარი არა თუ მართლაც და ქვეყნის პატრიოტიზმი, არამედ რეალურად ქვეყნის დაქცევაა. თორე მართალია ის მოსაზრება ბატონო ნიკოლოს, რომ დღესდღეობით თუ მართლა ესეთი მაგარი ბიჭები არიან და ესეთი მაგარი ადამიანები არიან, მაშინ გააჩერო ბიზნესი, სანამ ამ ხელისუფლებას არ შეცვლიან. რატომ არ აჩერებენ ბიზნესს? თუ რეალურად გული შეგტკივა თქვენ მოგმართათ აი ამ რაღაცა პლატფორმის ირგვლივ ხალხ გაერთიანებული. გააჩერეთ ბიზნესი მართლა მანამდე, სანამ ამ ხელისუფლებას არ შეცვლით და მაშინ დაგიჯერებთ რომ მართლა გულწრფელები ხარ და მართლა გულწრფელად ტკივათ ჩვენი ქვეყნის რაღაცა კონკრეტული რაღაცა საკითხები და მართლა დავიჯერებთ რომ თქვენ ტკივათ ის საკითხები და ღელავთ იმ საკითხებზე, რაც საზოგადოებაში მუსირებს. მაგრამ ეს ხომ არ არის. რის თავი გაქვთ, რის 5 წუთი ვერ გაგიჩერებია თქვენი ბიზნესი, იმიტომ რომ ფული არ მოგაყდეთ. ეს არის თქვენი რეალური სახე და მაგიტო ვიძახი რომ ეს დღევანდელი რეალობა წარმოაჩენს იმ რეალობას, რა რეალობაში ცხოვრობთ. და როგორ უნდა დაგიჯეროთ თქვენ?